მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო. გადაცემა დარცი აჭარის ტელევიზიის ეთერში ისევ თქვენს ტელეეკრანებზეა. როგორც იცით, გადაცემა დარცი ყოველ კვირას 18 საათსა და 20 წუთზე აჭარის ტელევიზიის ეთერშია. დარცი არის გასართობ შემეცნებითი გადაცემა, სადაც საინტერესო ახალგაზრდები თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ. ხოლო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია მსოფლიო ჩემპიონი შერეულ საბრძოლო ორთაბრძოლებში შიო გენჯაძე. ავიდეთ გავიცნოთ შიო უფრო ახლოს მისი მეგობრები და მისი პედაგოგები. წამომყევით. შევხვდით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს შიო გენჯაძეს. გამარჯობა შიო. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითხრეთ რომ. პირველ რიგში გილოცავ შიო ამ დიდ გამარჯვებას. ვამაყობთ ჩვენი ქალაქი და სრულიად ქვეყანა. როგორია იყო ჩემპიონი? ძალიან კარგი შეგრძნებაა ჩემპიონობა და მიხარია როცა ჩემი თამაყობენ და ჩემს მშობლებს რო უხარია ჩემი წარმატება, ჩემს ნათესავე, ჩემს ქვეყანას, მე ამით ძალიან ამაყი ვარ და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი, რომ ჩემმა ამ წარმატებამ ამ ხელა სიხარული მოუტანა ჩემს ქვეყანას, ჩემს მეგობრებს, მშობლებს და ძალიან მიხარია მე ეს ყველაფერი. შიო, რამდენი წლის იყავი, რომ დაიწყე შერეული საბრძოლო ორთაბრძოლით დაინტერესება? 10 წლის ვიყავი, როცა პირველად დავინტერესდი ამ სპორტით და გამოვთქვი სურვილი, რომ გამეგზელებინა ამ სპორტში ვარჯიში და დაახლოებით 3 წელია ვარ ამ სპორტით დაინტერესებული და 10 წლის ასაკში დავიწყე ეს ყველაფერი. 3 წლის განმავლობაში მოახერხე ამ ხელა წარმატების მიღწევა და წარმომიდგენია მომავალში რამდენად დიდ წარმატებებს მიაღწევ. სპორტმა განსაზღვრა თუ არა შენი ყოველდღიურობა და მომავალი და აპირებ თუ არა რომ აირჩიო სამომავლო პროფესიად სპორტი. დიახ, მე ვაპირებ რომ სპორტს გავყვე ესე ვთქვათ და ეს სპორტი იყოს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ჩემი მიზანიც ეს არის რომ ეს სპორტი იყოს ჩემი პროფესია ესე ვთქვათ და ამ ყველაფერს ვაპირებ რომ გავხდე მომავალში უკვე UFC-ის ჩემპიონი. შიო, ოჯახის როლზე რომ მოგვიყვა, როგორ შეხვდა ოჯახი ამ გადაწყვეტილებას, რომ დაინტერესდეს სპორტით და როგორ გიწყობენ ხელს? სიმართლე თუ გაინტერესებს, როცა მე პირველად ამ სპორტით დავინტერესდი, ჩემს მშობლებს ეს ყველაფერი არ მოეწონათ, არ უნდათ რომ ამ სპორტზე მეულო, მეუბნებოდნენ რომ არ გახვიდე, გამოდი, ტყუილა თავს დაიზიანებ, მაგრამ მე როცა პირველად მოვედი ვარჯიშზე, ვიგრძენი რომ აქ უნდა ყოფილიყავი ჩემი დიდი ხანი ჩემი ცხოვრების ნაწილი უნდა ყოფილიყო, როცა პირველად ვარჯიშზე მოვედი, ვიგრძენი და პირველად ძალიან წინააღმდეგი იყვნენ ჩემი მშობლები. სულ მეუბნებოდნენ, გამოდი, არაფერში არ დაგეხმარება ექსპორტი და თავს დაიზიანებ ტყუილა, მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა პატარა წარმატებებს მივახციე, გავხდი საქართველოს ჩემპიონი და ასე შემდეგ, კი უფრო ჩემი მშობლებისგანაც წამოვიდა, რომ პირიქით ივარჯიშე და უფრო მხარდაჭერა წამოვიდა ჩემი მშობლებიდან, რა თქმა უნდა, თავდაპირველად წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ შემდეგ პირიქით აზრი შეიცვალეს და ახლა ისინი ძალიან დიდი ნაწილი არიან ჩემს სპორტის წარმატებაში და ძალიან მიწყობენ ხელს და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ ამ ყველაფერში. შიო, ხარ ბათუმის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე, გადახვედი უკვე მერვე კლასში. და სპორტი და სწავლა ეს ორი რაღაცა, რასაც ყველაზე დიდი დროს და ძალისხმევა სჭირდება, როგორ უთავსებ ამ ორ რაღაცას ერთმანეთს კარგად? რა თქმა უნდა, ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, მარტო გაუნათლებელი სპორტსმენიც არ იქნება კარგად და განათლება ყველგან დაგჭირდება და სპორტსმენის განათლების გარეშე კარგი და შევსებული სპორტსმენი ვერ იქნება და მე რა თქმა უნდა ჩემს უფრო დიდ ნაწილს ვარჯიშს ვუთმობ, მაგრამ სახლშიც როცა მივდივარ, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ვისწავლო, დრო დავუთმო და მე რა თქმა უნდა ვფიქრობ რომ სპორტს უნდა გავყვე, მაგრამ
ვცდილობ რომ ვისწავლოთ და ამავდროულად ორივე ერთად გავაკეთოთ. პედაგოგი, რომელსაც ალბათ ყველაზე დიდი როლი აქვს ყველას წარმატებაში, შენს მწვრთნელზე რომ მოგვიყვე, აუცილებლად გავესაუბრებით, მოგვიანებით შენს მწვრთნელსაც. ჩემს წარმატებაში, რა თქმა უნდა, ჩემი მწვრთნელის ძალიან დიდი როლია, მის გარეშე ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ თავისი ძალიან დიდი დრო წავიდა ჩემს განვითარებაში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მას, იმიტომ რომ მის გარეშე ეს ყველაფერი ვერ მოხდებოდა და დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელს ამ ყველაფრისთვის, რომ გამონახა დრო, მავარჯიშებს მე ყურადღებას მაქცევს და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას ამ ყველაფრის. რომ არა MMA სპორტის სახეობა, რა სპორტი მოგწონს სხვა? ან რა სპორტს გაყვებოდი ან აირჩევდი? ალბათ MMA რო არა, ავირჩევდი ისევ რაიმე საბრძოლო ხელოვნებას, ან ჭიდაობას, ან ბოქსი ძალიან მომწონს. ჭიდაობა ძალიან მომწონს და სავარაუდოდ თავისუფალი სტილის ჭიდაობას. ჩემპიონი შიოს ოცნება რა ტიტულის მოგებაა? ჩემი აზრით, ყველა MMA-ის მებრძოლის ესე ვთქვათ, მიზანი არის UFC-ს ქამრის მოპოვება და ჩემი მიზანიც იგივეა და დარწმუნებული ვარ და ღმერთის წყალობით დაახლოებით 15 წელში იმედი მაქვს, რომ მეც მექნება როგორც ორ ქართველს მებრძოლს აქვს უკვე მერაბ დვალიშვილს, ილია თოფურიას და მეც იგივე მიზანი მაქვს და იმედი მაქვს, რომ მეც 15 წელში მათთან ერთად მეც მექნება UFC-ს ქამრი. მეც მჯერა შიო ამის და აუცილებლად დავდებ ამ გადაცემას 15 წელში, როცა შენ გახდები UFC-ს ჩემპიონი. ახლა მაინტერესებს შენი სამომავლო გეგმები, რა საპირებ ჯერ ხوار გაქვს წინასწარ დაგეგმილი, ან თუ საიდუმლო არ არის, რო გაგვემხილო? მაქვს დაახლოებით დაგეგმილი, ჩემ ასაკში ყველაზე მაღალი დონის მსოფლიო ორგანიზაცია რაც არის იმაში უკვე მივიღე ახლა მონაწილეობა და ჩემი მიზანი არის რომ დავატრიალო და გავხდე მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი. ახლა შემდეგ ზამთარში იქნება ევროპის ჩემპიონატი, ჩემი მიზანია რომ ევროპის ჩემპიონიც გავხდე და მე მინდა რომ სანამ 18 წლის გავხდები უკვე დაახლოებით 4-ჯერ 5-ჯერ მქონდეს მოგებული მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი და შემდეგ რა თქმა უნდა ეს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობა ძალიან დიდ როლს ითამაშებს ჩემს პროფესიონალურ კარიერაში და ჩემი მიზანი ეს არის რომ გავხდე მსოფლიო ჩემპიონი ამავე ორგანიზაციის და იმედია ეს ყველაფერი მოხდება. აუცილებლად მოხდება შიო. გაოცებული ვარ, იმიტომ რომ ეს სპორტთან ერთად საოცრად გამოგდის ეს საუბარი და კამერასთან ურთიერთობა. სხვათა შორის ბევრ სპორტსმენს ეს არ გამოდის და კი, ნამდვილად რაღაცა გამორჩეული თვისებების მქონე ადამიანი ხარ. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან მიხარია რომ გაგიცანი, მაგრამ აქ არ მთავრდება ჩვენი გადაცემა. ეხლა გადავდივართ ჩვენი გადაცემის შედარებით არაფორმალურ ნაწილზე, სადაც დაგისვამ ბლიც კითხვებს, შედარებით სასაცილო და გასათობ კითხვებს და შენ სწრაფ-სწრაფად უნდა მიპასუხო. მზად კი. შიო, სიტყვა, რომელიც ყველაზე კარგად გახასიათებს? მიზანდასახული. ნამდვილად, ზებუნებრივი უნარებიდან რომლის ქონას ისურვებდი? დროში მოგზაურობს. ძალიან საინტერესოა. შენი აზრით, რომელი ცხოველი იქნებოდა ყველაზე გამაღიზიანებელი საუბარი რომ შეეძლოს? გველი. გველი, ხო? ნამდვილად. აი, სამყაროში საკვები რო საერთოდ აღარ იყოს, რომელ მწერს შეჭამდი? ალბათ ყველაზე ზომით დიდი რომელიც იქნება და ყველაზე რაც დამანაყრებს იმას, ყველაზე მეტად არის დამანაყრებს. ეგ რომელია? ტარაკანი. ხო. ტარაკანი? იყოს ტარაკანა. იმედია. არ მომიწევს ჯამა. არა, ეხლა არ მოგიწევს. რომელი მულტფილმის ან ფილმის პერსონაჟთან ისურვებდი შეხვედრას? აი, ბავშვობაში ძალიან მომწონდა და სულ უყურებდი. ესეთ მულტფილმი იყო Shaun the Sheep. ხო. და იგი ძალიან გამიხარდებოდა, აი ერთი ძაღლი იყო, ტყემსი ძაღლი იყო და იმასთან შეხვედრა ძალიან გამიხარდებოდა. ვინმე ვინც შენთვის ძალიან საყვარელია, თუნდაც წინა საუკუნიდან გამოჩენილი და უკვე აღარ არის ცოცხალი, ვისთან ისურვებდი შეხვედრას? შეხვედრას? ან ნებისმიერ ადამიანი? ალბათ რომელიმე ქართველ მეფესთან ვისურვებდი შეხვედრას.
ძალიან კარგი პასუხია. მადლობა და ჩვენი გადაცემის და ბლიც კითხვების ბოლო კითხვა. ღმერთთან შეხვედრის საშუალება რომ მქონდეს, პირველი რას ეტყოდი, ანას კითხავდი. პირველ რიგში მადლობას გადავუხდით იმას, რადგან აი მე სულ ჭხუბამდე სულ თხოვდი ღმერთს, რომ გამარჯვები დამესრულებიოს და პირველ რიგში მადლობას გადავუხდით ამ ყველაფრისთვის და ღმერთისთვის მადლობის გარდა არაფერი არ მეთქვის და დიდ მადლობას ვუხდი და რომ შევხვედრილი ყავი, პირველ რიგში მადლობას ვეთყოდი და დიახ, მადლობას ვთხოვდი. შიო, ძალიან იჭიერთან ერთად ძალიან კარგი ადამიანიც ხარ და მართლა მიხარია რომ გავიცანი შენი სახით ასეთი კარგი ადამიანი. ეჭვი არ მეპარება რომ კიდევ უამრავ წარმატებას მიაღწევ და კიდე ასმაგად უფრო გაგვიხარებ მთელ ქვეყანას გულს. მადლობა. წარმატებები. ახლა ვკითხოთ შიოს მეგობრებს, როგორი პროფესიონალი და როგორი მეგობარი არის შიო და თან გავიგოთ რა წარმატებები აქვს მიღწეული შიოს მეგობრებსაც. გამარჯობა, დიდი მადლობა თქვენს რომ დაგვითმეთ დრო. პირველ რიგში სახელები მაინტერესებს და როგორი მეგობარი არის შიო, ამით დავიწყოთ. შენ დაიწყე. მე ვარ ლუკა გონცელიძე. რაც შეეხება შიოს, შიო არის ძალიან მაგარი ბიჭი, მაგარი მეგობარი, ერთგული, კეთილი და რაც შეეხება მის მიღწევას, ეს მიღწევა არის მისი თავდავზოგავალი შრომის შედეგი. ის ძალიან თავდავზოგავად შრომობს და ეს სოფლიო რომ მოიგო ამ შრომის შედეგად გახდა ჩემპიონი. მოგესალმებით, მე ვარ ლუკა ბერიძე. რაც შეეხება შიოს კი, ის არის ძალიან კარგი მეგობარი და ძალიან მაგარი ბიჭი. ის თავდავზოგავად შრომობდა სოფლიო ჩემპიონატისთვის და ეს შედეგი გააკეთა მან, მოკლედ ძალიან კარგი შედეგი დადო მან და ეს მისი შრომის შედეგია. გამარჯობათ, მე ვარ ლუკა მჟავანაძე. რაც შეეხება შიოს, შიო არის ჩემი მეგობარი, ჩემი გუნდელი, თანაგუნდელი, რომელთან ერთადაც გავდივარ ტრენინგებს, სადაც თვალყურს ვაქცევ, ხედავ როგორ ვარჯიშობს, როგორ თავდავზოგავად ვარჯიშობს და შედეგებს აკეთებს. ჩემი აზრით ძალიან ბევრჯერ მოიგებს სოფლიოს, წარმატებებს უსურვებ და მადლობა. მადლობა. გამარჯობა, მე ვარ დიმამ გელაძე. შიოს მეგობარი, შიოს წარმატებიდან გამომდინარე ის დაუზოგავად შრომობდა მის სოფლიო ჩემპიონატისთვის და შედეგით სახეზეა. ის ძალიან ბევრ წარმატებას აქვს, ორი გზის საქართველოს ჩემპიონია და აგერახაც სოფლიო ჩემპიონატი მოიგო და უსურვებ კიდევ ბევრ ძალიან დიდ წარმატებებს და მადლობა ყურადღებისთვის. გამარჯობა, მე ვარ შოთი კოლომინაძე. რაც შეეხება შიოს, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს მე და შიოს, გუნდელები ვართ და რაც შეეხება მის ადამიანობას, ასე ვთქვათ, ძალიან კარგი ადამიანია, ძალიან კარგი მეგობარია და შიოს ეს შედეგი არც გამკვირვებია მე. როგორც ვიცით, თქვენს ძალიან ბევრი წარმატება გაქვთ მიღწეული ამ სპორტის სახეობაში და ახლა დიდი სიამოვნებით მოვისმენ ამ წარმატებების შესახებ. მე ვარ საქართველოს გრეპლინგის მესამე ადგილოსანი, ასევე ცოტა დამაკლა მეც რომ სოფლიოზე გავსულიყავი, რამეს ხელებია ჩემი საქართველო. მეც ყველაფერი წინ მაქვს, ვარჯიშობ, უკან არ ვიხევ და იმედია ერთ დღეს მეც როგორც შიომ ვასახელებ ჩემს საქართველოს. მე ვარ MMA-ის მებრძოლი, როგორც იცით უკვე, ვასპარეზობ MMA-ში, ვარ ორგზის საქართველოს ჩემპიონი, ასევე ვარ ნამყოფი ევროპაზე, მაქვს შედეგები გაკეთებული და ვცდილობ რომ უფრო და უფრო განვითარდე ამ სპორტში და დიდი შრომის შედეგად მალე სოფლიოსაც მოვიგებ. მე ვარ ბათუმის საბრძოლო აკადემიის გრეპლინგის ჩემპიონი, საქართველოს გრეპლინგის ჩემპიონი, ორგზის MMA-ის ჩემპიონი და სოფლიოზე ვიასპარეზე და ავიღე მესამე ადგილი, მოკლედ. მე და შიო ერთად ვიყავით სოფლიო ჩემპიონატზე, შიომ ძალიან მაგარი შედეგი გააკეთა, ამ შედეგით ყველა ძალიან გამაყოფილი ვარ და ეს შიოს შრომის შედეგია ასე როგორც. მე ვარ საქართველოს ჩემპიონატის მესამე ადგილოსანი. სამწუხაროდ ჩემივე შეცდომის გამო ნახევარფინალში წავაგე და გავედი მესამე ადგილას, მაგრამ შემდეგი შეჯიბრებისთვის ვემზადები ძალიან კარგად და ვცდილობ რომ შემდეგში ავიღო პირველი ადგილი და გავხდე მსოფლიო ჩემპიონი როგორც შიო. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო. ბევრ წარმატებას გისურვებთ და ჯერა და ვიცი რომ თითოეულის წარმატებას ვიზეიმებთ მთელი საქართველო და არა მარტო. დიდი მადლობა. რას არ ვაკეთებთ? არანაირ დაყვებს არ ვიყენებთ.
მსგავს რაღაცებს არ ვაკეთებთ, არანაირი იდაყვი. არანაირი მუხლში ჩარტყმა. გასაგებია? თქვენი დავალება არის მხოლოდ მუშაობა კორპუსში. თავში არ ვეხებით არავის. ჩვენივე უსაფრთხოების გამო. მუშაობთ პირველი რაუნდი. დავაი. სოფლიო ჩემპიონი გახდა, ხო იცი? მაგარი ბიჭი. ორივე. დავიდა. ლუკა უნდა დაასწრო შესვლა. ახლა ჩვენ გავესაუბრებით შიოს პედაგოგს, ბატონ რუსლანს, გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. როგორც პროფესიონალურ MMA-ის მებრძოლს და ამ შემთხვევაში შიოს პედაგოგს, მაინტერესებს, რის ფასად დაუჯდა შიოს აი ამ დიდი წარმატების მიღწევა. შიოს ეს წარმატება დაუჯდა ძალიან ბევრი შრომის ფასად. შიოს გამარჯვებისთვის ძალიან ბევრი გვაქვს ნაშრომი, არა მარტო შიოს, მთელ MMA-ის სამყაროს და საბრძოლო აკადემიას. ქონდა იზოლირებული ვარჯიშები, ქონდა დამატებითი ვარჯიშები, რომ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. რაც მთავარია შიოზე, რისიც მათ შემიძლია ვთქვა, რომ თამამად ვიტყვი, რომ 1000-ში ერთხელ იბადება ასეთი ნიჭიერი, რომელსაც აქვს სპორტის მაღალი IQ და შედეგი სახეზეა და ეს შედეგი აისახება ქართულ MMA-ის ისტორიაზე, ისტორია, რომელიც შიო გენჯაძემ დაწერა, ქართულ ისტორიაში არ ყოფილა. აქამდე რომ ვინმეს მსოფლიო მოეგო შიოს ასაკში, ეს შეძლო შიომ, პირველი არის ეს ადამიანი და ჩემი აზრით უკვე ისტორია დაწერილია. ახლა მაინტერესებს თქვენი აზრით და თქვენი წარმოდგენით, რა მომავალი ელოდება შიოს ამ ტემპით თუ წავა წინ? შიო ამ ტემპით თუ გააგრძელებს წინსვლას, ჩემი აზრით 18-19 წლის ასაკში ის უკვე იქნება UFC-ში და ალბათ 25 წლამდე უკვე კამრის მფლობელი იქნება არაერთის. ძალიან ნიჭიერი ბიჭი არის და ჯერ სულ რაღაც 13-14 წლის არის, პროფესიონალურ სპორტამდე დაახლოებით კიდევ 6 წელი აქვს დარჩენილი და ვფიქრობ ამ წლების განმავლობაში არაერთხელ გახდება კიდევ მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი და რაც იქნება ტურნირები, ყველაფრის ჩემპიონი გახდება. ახლა მაინტერესებს, რამდენად დიდი არის დაინტერესება ბავშვებში სპორტის ამ განხრაზე და რამდენი სპორტსმენი გყავთ თქვენ? მადლობა, ძალიან კარგი კითხვა არის, დაინტერესება არის ძალიან მაღალ დონეზე, ძალიან ბევრი დამწყები სპორტსმენი არის დაინტერესებული ამ სპორტით, თითქმის ადგილები აღარც კი გვაქვს, ამიტომ ჯგუფების გადანაწილება გვიწევს. რა თქმა უნდა, MMA-ის ინდუსტრია დღესდღეობით ძალიან მაღალ დონეზე არის, თითქმის ტოპ პირველი სპორტი გახდა, ასე რომ ვთქვა, ძალიან ყურებადი არის. ყველა ადამიანს უნდა, ვისაც აქვს სურვილი, რომ ამ სპორტში მოხვდეს, ჩვენც ბათუმის საბრძოლო აკადემია ვიღებთ ყველას, ხარისხიც გვაქვს ფაქტის სახეზეა. პროფესიონალები მაღალ დონეზე, დამწყებები მაღალ დონეზე, თვითონ ტრენერები მაღალ დონეზე არიან და სადაც არის ხარისხი, ყოველთვის არის საუკეთესო შედეგი. შედეგს ვქმნით ჩვენ და ამიტომ ვინ ჩვენ გვიყურებს, ჩვენს მაყურებელს კიდევ შეგიძლიათ მოგბრძანდეთ და თქვენს გახდეთ სოფლიო ჩემპიონები ჩვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ, რადგანაც ვიცი რომ მალე ვარჯიში გეწყებათ და ესე თავისუფალი დრო არ გაქვთ, ბევრ დროს აღარ წაგართმევთ. და კიდევ ერთხელ ბევრ წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ. ჩვენი დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი არის ბათუმის საბრძოლო აკადემიის მთავარი მწვრთნელი. გამარჯობა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო ხვიჩა, მაინტერესებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი ფედერაციისთვის შიოს ამ დიდ წარმატებას. შიოს გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან დიდი ნაბიჯი არის ქართული სპორტისთვის, რადგან ეს არის ისტორიაში პირველი ქართველი მებრძოლე, რომელმაც გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა, ძალიან დიდი ნაბიჯი არის, ასე რომ ვთქვათ რა. აი წარმოიდგინეთ, ამდენი წელი ტარდება მსოფლიო ჩემპიონატები, ამდენი სპორტსმენი ასპარეზობს მაგ და მიღებულობს მონაწილეობას საქართველოს სახელით და ეს ბიჭი არის პირველი უმაღლეს ასპარეზზე და უმაღლეს მწვერვალზე, რომელმაც მიაღწია მიუღწეველს, ასე რომ ვთქვათ რა, ქართული სპორტის ისტორიაში. ძალიან საინტერესო, როდის გაიხსნა ეს აკადემია? 2021 წელს გაიხსნა ეს აკადემია, ბათუმის საბრძოლო აკადემია, ბატონი ლაშა ბარამიძემ გახსნა ბათუმის საბრძოლო აკადემია, მოიყვანა სოფლიო დონის ექსპერტები და ძალიან მაღალი დონის ტრენერები მოიყვანა ბათუმში აქა, რაც გამოხატა მის შედეგი არა მარტო შერეულ ვერთაბრძოლებში, არამედ კრივშიც და სხვადასხვა სპორტის მიმართულებში. თქვენ რადგანაც დაწყებისთანავე ჩართული ხართ აკადემიის შიდა სამზარეულოში, ასე რომ ვთქვათ,
მაინტერესებს რამდენად გაიზარდა გახსნის დღიდან დღემდე ახალგაზრდების დაინტერესება ამ სპორტის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყეთ 0-დან, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური პროექტი აჭარაში, ეს პროექტი არ ყოფილა აჭარის ისტორიაში, მათ როგორც ბათუმის საბრძოლო აკადემია არის და დავიწყეთ რამოდენიმე ხალხიდან 5-4 ადამიანიდან და დღესდღეობით ასობით მოსწავლე გვყავს, შეგვიძლია ვთქვა. ძალიან დადებითი გავლენა აქვს ახალგაზრდობაზე ესეთი ხელმისაწვდომი სპორტი, როცა აქვს უმაღლესი დონის ამავე დროს და მშობლებიც რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხედავენ რომ ეს არის ტრავმებადი კარგ კომპანიაში შედიან ბავშვები და ბიჭები და მხოლოდ ჯანსაღ ცხოვრებას სწავლობენ და ჯანსაღურად ფიზიკურად ვითარდებიან. ამიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პოპულარობა იზრდება და იზრდება რა. რაც 2021 წლიდან გაიხსნა ბათუმის საბრძოლო აკადემია, აი რო ვთქვა ხო, ყველა წარმატებიდან გამომდინარე, მითი დიდდება და დიდდება. ისე იდიდება, რომ კიდე შენობის გვერდზე შენობის ყიდვა მოგვიწია, რომ ეს დარბაზი გაგვედიდებია, წარმოიდგინეთ, ადრე ძალიან შედარებით პატარა დარბაზი იყო, ნახევარი ეს დარბაზი იყო რა. ხო და რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს კიდე, რომ ჩვენი პროფესიონალური მებრძოლეები, კერძოდ ბათუმელი მებრძოლეები, რუსლან ბულქვაძე, გოჩა შაინიძე, დავით ლორთქიფანიძე, ეს ბიჭები ჯუბა ბერიძე უმაღლეს მწვერვალებს ახდევენ მსოფლიო ასპარეზზე და მაგაზე დიდი მნიშვნელობა აქვს კიდე იმას, რომ ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, რომან დოლიძე ძალიან დიდ და მაღალ დონეზე ასპარეზობენ და ძალიან დიდ მაგალითს აძლევენ ბიჭებს და ხედავენ, რომ ქართულს შეუძლია მიაღწიოს ყველაფერი. თუმცა რომან დოლიძე ხო ძალიან ხშირად ვარჯიშობს ჩვენთან, როცა საქართველოში არის, ზოგადად ამ ჩვენ დარბაზში არის რა და ჩვენ დარბაზში მოღვაწეობს და ყველა დამწყებს, აი წარმოიდგინეთ, შეუძლია ივარჯიშოს რომან დოლიძესთან და ესეთ ვარსკვლავებთან და ეს იწვევს ძალიან დიდ ჩართულობას და ინტერესს, რომ ეს ყველაფერი მისაწვდომია, ეს ყველაფერი ახლოს არის, ეს არაფერი არაა ისეთი, რომ აი ვერ გავაკეთებ. ბავშვებიდან დაწყებული, დიდებით დამთავრებული, ყველა ძალიან ჩართულია დღესდღეობით შერეულ ორთაბრძოლებში. ძალიან დიდი მადლობა, რაც მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება და უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით სწავლენ, მით უფრო კარგი იქნება და ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ თქვენს და ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვეთქვით დრო. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა, რომ აშუქებთ და აზიარებთ ამ ხელა მნიშვნელოვან ინფორმაციას ხალხისთვის და საზოგადოებისთვის. მინდა რომ ბატონ ლაშაბარანიძეს გადავუხადო მადლობა, რომ საძირკველი ჩაყარა და ფუძე ჩაყარა ამ ხელა დიდი სპორტული მიღწევებისათვის. ჩვენი ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს მინდა მადლობა უთხრა, რომ შანსი მისცა შიო გენჯაძეს, ბექა შაინიძეს, რომ ისტორია დაწერონ და პირველები გახდნენ მსოფლიო დონის ასპარეზებზე. და ყველა ადამიანს, ყველა მწვრთნელს, ვინც არის საქართველოს ქართული სპორტის საქმეში დღეს ჩართული, ყველას კერძოდ მინდა დიდი მადლობა უთხრა, ძალიან ბევრი ვარ. დიდი მადლობა.